მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება შერიგდებით თუ არა მასთან. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ ხოლმე და როდესაც სად იქნებით, მაშინ განაგრძოთ ყურება. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული მესენჯერში დამიკავშირდით, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. და შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ, რადგან ვიდეო რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. დავიწყოთ პირველი პოზიციით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველებო და ვნახოთ შერიგდებით თუ არა მასთან. აქ მოდის თქვენთან კვერთხების მეფე. ზოდიაქო, მოგეხსენებათ, ეს არის ცეცხლის სტიქია. ზოდიაქოთ შეიძლება ეს პიროვნება იყოს ლომი, ვერძი, შულდოსანი. რადგან საჯარო გაშლა არის, შეიძლება გქონდეს ამ ნიშნის ცეცხლის სტიქიის დამახასიათებელი პიროვნული თვისებებიც. აქ თვითონ არის ადამიანი ინიციატორი ურთიერთობაში ნაბიჯების გადმოდგმა მასზეა დამოკიდებული, ურთიერთობიდან წასვლაც მასზე არის დამოკიდებული, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს მასთან ვერ შეცვლით. ანუ თქვენი ჩარევით, თქვენი ძალისხმევით ამ შემთხვევაში პირველ პოზიციაზე არაფერი არ შეიცვლება, ინიციატივა, პასუხისმგებლობა ამოვიდა უშუალოდ მამაკაცის მხრიდან ურთიერთობაში შერიგდებით თუ არა, მაგრამ გავარკვევთ რას აპირებს, ხომ? ანუ აქ გამოგვიჩინა კარტმა, რომ მამაკაცი იქნება ლიდერულ პოზიციაში ამ შემთხვევაში, თუ რას მოიმოქმედებს და ასევე რა ბედი ეწევა შემდგომ თქვენს კავშირს. აქ იცით როგორი მომენტი არის, თუ ამ პიროვნებამ პატარა ნაბიჯი მაინც გადმოდგა თქვენს მიმართ და თქვენ მალევე არ მიიღეთ უკან ეს ადამიანი, ან დაუგვიანეთ პასუხი, ან ისეთი ტონით დახვდით, რომ თქვათ მან ჩათვალა, რომ უფრო მეტი ბრძოლა არის თქვენთვის საჭირო, ან ისეთი მომენტი თქვათ შეუქმენით, რომ ნაბიჯს გადმოდგავს ეს პიროვნება, მაგრამ თქვენ ცოტათი პასიურ ეტაპს აირჩევთ საპასუხოდ, თქვენ არ იაქტიურებთ და ისეთ შეგრძნებას დაუტოვებთ, რომ თქვენთვის დიდი ძალისხმევა არის საჭირო, რომ ჩადოს. შეიძლება ამ პიროვნებამ ეს იმედები არ გაგიცრუოთ და თუ ნაბიჯი გადმოდგა და მაშინვე არ უპასუხეთ საპასუხო ენერგიით, ისევ გააჩეროს თავისი აქტივობა თქვენი მისამართით და დიდად ესეთი ბრძოლისუნარიანი არ გახდეს და ურთიერთობის დაბრუნებისთვის მთები არ გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს შეუძლია, ძალიან კარგად იცით, როგორი ხასიათი აქვს, თუ რამე უნდა ყველაფერს გააკეთებს, მთებსაც გადადგავს და აბსოლუტურად ბრძოლისუნარიანი პიროვნება, მაგრამ აი ამ შემთხვევაში თქვენს პოზიციაზე ესეთი ენერგია მოდის, რომ თუ შენ მალევე საპასუხო ენერგიით არ დამხვდები და მე შენსკენ ნაბიჯი გადმოვდგი და შენ ასე ვთქვათ ისევ პასიურ ენერგიაში დამხვდი, ამ შემთხვევაში მე აღარ ვიბრძოლებ. ესეთი დამოკიდებულება აქვს ახლა თქვენი მისამართით ამ ადამიანს. ხო, ამ პიროვნებას არ უნდა საყვედურების მოსმენა, არ უნდა განკითხვის დღე და თუ ყველაფერს არ დავიწყებთ ცარიელი სუფთა ფურცლიდან,
დავრჩები ისევ გულდახურული, მისი პოზიცია არის ასეთი. შევრიგდებით თუ არა. ამ პიროვნებას სურს, რომ ან ყველაფერი დაივიწყოთ და გაანულოთ და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ მისივე წესებით თან, ძალიან ლიდერულ პოზიციაში არის და რაღაცების დათმობას თქვენთან არ აპირებს, იცოდეთ, ფრთხილად იყავით თუ რაიმე მნიშვნელოვანი გარდამტეხი ცვლილება გსურთ ამ პიროვნებაში, ცვლილებას არ მიიღებს ეს ადამიანი და ისევ ისეთი ხისტი დარჩება, ან თავისებური მოთხოვნილებები დარჩება, კომპრომისებზე არ წამოვა. და აქვს ამ პიროვნებას იმის სურვილი, რომ ან იქნება ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა, ან ისევ გულდახურული ვრჩები. საკმაოდ კატეგორიული პიროვნება ყავს პირველ პოზიციაზე, ჩემო პირველებო, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტი არის ისევ დაბრუნდებით თუ არა მასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მასზე ზემოქმედებას ვერ მოახდენთ. ამის თქმას ვცდილობ. ამ პიროვნებამ ძალიან მკაცრად გადაწყვეტა, რომ ან იქნება ყველაფერი ისე, როგორც მე ვიტყვი, ან განკითხვის დღეს და საყვედურობს მე აღარ მივიღებ. კატეგორიული, მშრალი, ცივი, რთული ხასიათი გამოგვევლინა, მაგრამ დროთა მანძილზე შეიძლება ამ პიროვნების სითბოს მოპოვება. თავარია პირველი ნაბიჯი, მისი პირველი ნაბიჯი, ვისაც მისი დაბრუნება გსურთ, სწორად დაიჭიროთ და პირველივე კვირაში, პირველივე თვის მანძილზე განკითხვის დღეები არ მოუწყოთ. რაც არ უნდა თვლიდეთ, რომ მართალი ხართ მასთან. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციაზე და ვნახოთ, შერიგდებით თუ არა მეორეებო მასთან. ამ ურთიერთობაში ბევრი შიში არის დაგროვილი. ამ ურთიერთობაში სიმშვიდე არ ჩანს. აქ მოდის ისეთი ენერგია, რომ თქვენც განიცდით ამ პიროვნებაზე, შემდეგ ფრაზები გაქვთ, რომ მეშინია რომ ისევ არ წავიდეს, მეშინია რომ ისევ არ მიხალატოს, მეშინია რომ ისევ манипуляციას არ მიმართოს, რაღაცაში მის მიმართ გაქვთ უნდობლობა ან შიში, რაც მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ მის გარეშეც არ გინდათ. ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდით, შეიძლება რატომ გაქვთ ესეთი მოთხოვნილება, რომ ეს პიროვნება თქვენთან იყოს, იმის მიუხედავად, რომ თქვენში ბევრ ფობიას აღვიძებს. ნახოთ აბა, რას გვეტყვის კიდევ ტარო. შერიგდებით თუ არა მასთან. აქ ურთიერთობის აღდგენა ჩანს თქვენს პოზიციაზე. მაგრამ ურთიერთობის აღდგენა მოხდება პირდაპირ რომ ვიყო, აქ იქნება საკმაოდ ისეთი ემოციური ცვალებადობები. ერთ დღეს თითქოს მასში დარწმუნებული იქნებით, მეორე დღეს თითქოს ისე უნდობლობის ფაზა დაგეწყებათ, ერთმანეთთან უთანხმოებაც ჩანს. თითქოს ძალიან ბრძოლობთ, არეგულირებთ სიტყვებს, თითქოს ძალიან დიდ ძალისხმევას ჩადებთ, რომ ეს ურთიერთობა ისევ აეწყოს და შერიგდებით, რაღაც კომპრომისი იქნება თქვენს შემთხვევაში მეორეებო. მაგრამ თითქოს მაინც რაღაც დისტანციურ ფონზე რჩებით ამ პიროვნებასთან. შეიძლება ბოლომდე ერთმანეთი მაინც ახლოს არ მიუშვათ, ან ბოლომდე ერთმანეთს ჯერ კარგად არ იცნობთ. ან ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ზუსტად იმიტომ გაქვთ შიშები, რომ ამ პიროვნებას ძალიან კარგად იცნობთ. ნახეთ, აქ არის ორი ვარიანტი. ან ეს პიროვნება ძალიან კარგად გაიცანით, ახლოს მოუშვით და მერე მიხვდით, რომ ზედმეტად ახლოს მოუშვით და რაღაცებში იმედები არ გაგიმართლათ და იმედ გაცურებული დაგტოვათ, რაც წარმოიდგინეთ ისე არ მოხდა და აქედან გამომდინარე დისტანცია დაიჭირეთ, მაგრამ თითქოს მის გარეშეც ცუდად ხართ და ეს პიროვნება ისევ გინდათ და ამის საშუალებას სამყარო მოგცემთ, რომ დაიბრუნოთ ეს ადამიანი, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ესეთი პოზიციით იქნებით ერთად. ან შეიძლება აქ იყოს ესეთი მომენტი, რომ ჯერ კარგად არ ვიცნობ და
ბევრი რაღაც მაშინებს ამ პიროვნებასთან. რადგან შეიძლება ამ პიროვნებას ახასიათებდეს გაორება, ემოციური ცვალებადობა, რაღაც საკითხებში ბალანსის დაცვა უჭირდეს. კიდევ ვნახოთ. აქ პიროვნებას სურს თქვენთან კომუნიკაცია. მეორე პოზიციაზე ვინც მიყურებთ, მაგრამ მე ვფიქრობ აქ ჯერჯერობით სტაბილურ ჯანსაღ ურთიერთობასთან თქვენი წყვილი შერიგებიდან დაახლოებით 4 თვე, 4 კვირა შეიძლება ჩავთვალოთ შერიგებიდან აი ამ პერიოდის მანძილზე შორს იქნება, რომ დაარქვათ, რომ ეს იქნება სერიოზული ურთიერთობის საწყისი. შერიგდებით, მაგრამ აი ესეთი რაღაც გაურკვეველი მდგომარეობით ან დისტანციური ფონით. თუმცა ამ პიროვნებას თქვენთან კომუნიკაცია უნდა. მაგრამ შეიძლება ბოლომდე სათქმელს არ ამბობს. ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად ჩანს, მაგრამ შემდეგ რა იქნება, აი ესეც ბევრ კითხვის ნიშანს მოგიტანთ, იმიტომ რომ როგორც კი ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში შემოდის, თქვენი ფარული ფობიები, თქვენი ფარული ნერვული, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებები იღვიძებს მაშინვე და თავს მშვიდად არ გრძნობთ, რაღაც გაყელოთ ამ პიროვნებასთან, რაღაც ყოველთვის მოსვენებას გიკარგავთ. და შეიძლება აქ ინტუიციაც ძალიან ბევრს გარნახობდეთ. წინასწარ იცოდეთ, რომ რა შეიძლება მოყვეს ამ პიროვნებასთან შერიგებას, მაგრამ მაინც ფიქრებით მისკენ მიილტვით. დღეს ასე არის, ვერ გავუშვით ეს ადამიანი გონებიდან. დაგვრჩებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში შერიგდებით თუ არა მასთან. აქ თუ ურთიერთობა დაამთავრეთ ამ პიროვნებასთან იმის გამო, რომ ურთიერთობაში იყო სამკუთხედი, მის გვერდით მხოლოდ თქვენ არ იყავით და ამ პიროვნებას ჰქონდა თქვენთან ურთიერთობა, მეორე ხაზის ურთიერთობა და ამის შესახებ იცოდით რაღაც მომენტი მასთან ასეთ კავშირში იყავით, მაგრამ აი ამ მიზეზის გამო თუ დაამთავრეთ ურთიერთობა, რომ თქვენ მხოლოდ მის გვერდით ერთი არ ხართ და მას პარალელური კავშირები ჰქონდა, ან ურთიერთობა ჰქონდა. აქ შერიგების პერსპექტივა მოდის, მაგრამ ისევ იგივე სიტუაციით. ნახეთ მესამეებო, თუ თქვენ დაშორდით ამ პიროვნებას იმის გამო, რომ ხან თქვენთან იყო, ხან არ იყო, ხან მოდიოდა, ხან მიდიოდა, ხან თქვენთან ატარებდა დროს, ხან თქვენს მეტოქესთან ატარებდა დროს, აი ამ პრობლემის გამო თუ ურთიერთობა გაწყვიტეთ, ურთიერთობაში შემოსვლა, ურთიერთობის აღდგენის პოტენციალი გაქვთ, მაგრამ თუ ისევ აი ამ სიტუაციით მიიღებთ და დაიბრუნებთ ამ პიროვნებას. რადგან აქ მოდის სამკუთხედი. ეს მამაკაცი გამოჩნდება თქვენთან. რაც არ უნდა დაემალოთ, რაც არ უნდა უარყოთ, მასთან ურთიერთობა შეაჩეროთ, ეს პიროვნება თქვენთან აუცილებლად გამოჩნდება. ეს პიროვნება თვითონ მოვა, ეს პიროვნება თვითონ გამოდის კომუნიკაციაზე. მოდის ეს ადამიანი თქვენთან ასეთი ფრაზით, რომ შენ შეიძლება ჩემთან რაღაც დაამთავრე, მაგრამ მე შენთან ვერ დავამთავრე ურთიერთობა და
მინდა შენთან დაბრუნება. აქ მოდის მორიელი, თევზები ან კირჩხები. ვისთვისაც ზოდიაქო აქტუალურია. აი ესეთი პიროვნება. მე შენთან მინდა სულ შენთან ყოფნა და არ ვიცი შენ რატომ წახვედი და დაამთავრე თუ არა ჩემთან ურთიერთობა, შეიძლება შენ ეს გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია და უნდა მომისმინო. აი ესეთი ინიციატივით შემოდის თქვენთან, რომ ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა იქნება, რომ ერთი შანსი მომეცი, ერთხელ მაინც მომისმინე, ერთხელ მაინც უნდა ვილაპარაკოთ, ასე ვერ წახვალ. უნდა შემხვდო, უნდა აუხსნათ, ჩემი სათქმელი უნდა გითხრა. აქ ძალიან ჯიუტი არის ადამიანი და იცოდეთ, რომ თავისას გაიტანს. ახლა რაც არ უნდა უარზე იყოთ და რაც არ უნდა ძალიან ისეთი ბარიკადები ააგოთ და ამ პიროვნებასთან მიახლოების სურვილი არ გქონდეთ, ისე მოგიდგებათ, ისეთ ემოციურ წერტილს იპოვის თქვენთან, რომ ერთ შანსს მისცემთ. თუ არ შეურიგდებით, ბოლოს სათქმელს მაინც იტყვის, მოусმენთ ამ ადამიანს. რა გავაკეთე, როდესაც ამოდის ისევ და ისევ 200 თქვენთან. მოგეხსენებათ არის დაუმთავრებელი ურთიერთობა, ანუ აქ შერიგება მოდის თქვენს პოზიციაზე. ემოციებიც გაიღვიძებს, საკმაოდ ემოციური შეხვედრაც გელით ამ პიროვნებასთან და მის მონდომებას ნათლად დაინახავთ, მის ემოციას დაინახავთ, უბრალოდ აი აქ დასაწყისში ვაღვნიშნე, რომ თქვენი პრობლემა რჩება უცვლელად რაღაც პერიოდის მანძილზე. ჯერჯერობით უცვლელი სიტუაციით ბრუნდება პიროვნება თქვენთან. და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას. მომავალ შეხვედრამდე.